მოგესალმებით, დღეს ახსნით ტრეიდს, რაც გავხსენი გუშინ, ნიუ-იორკ AM-ზე, საცობში. და მოვიგეთ $942 თითო აკაუნტზე, აი ამ ტრეიდით. მოდი ეგ ტრეიდი რო ავხსნათ, პირველ რიგში მოვიშველიოთ, რა თქმა უნდა, ჩარტი, გაჩვენოთ რა ხდებოდა. მარკეტზე ვარ ბეარიში. არა ლონგში ვარ შესული, ხო? რაღაც ნეტო ვარ. მარკეტზე ვარ ბეარიში, მოკლედ higher time frame-ზე მარკეტი ბეარიშია, სხვა ვერაფერს ვერ იტყვი, daily fair gap-იდან ჩამოვდივარ თქვენმოთ და სავარაუდოდ weekly range-ის დაბალანსება გვინდა. ამიტომაც მარკეტზე, სულ არაფერი წინა დღეს ლავ იყო ჩემი ტარგეტი, higher time frame ტარგეტი, მაგრამ იქ აღჭირდება რომ მთლიანად იქ დავატარგეტოთ, ხო? მაგრამ ბეარიში რადგან რომ ეგ იმას აღნიშნავს, რომ ჩემს სატრედო სესიაზე სულ შორტები უნდა ვითრეიდო აუცილებლად. თუ ამის ნარატივი მაქვს, შემიძლია ლონგიც ვითრეიდო, იმიტომ რომ მარკეტზე თელი დღის განმავლობაში ზემოთად ადის მარკეტი და ქვემოთ ჩამოდის. უბრალოდ შენ ნარატივი, ანუ მიზეზი უნდა იპოვო მარკეტი, რას რატომ აკეთებს რა. მე გავულუნგე. რატო გავულუნგე? იმიტომ რომ მარკეტზე გვაქვს ესეთი შეუსებელი 4 საათიანი ფეროლგები, სადაც 15 წუთიანზე რო გადავიდე ძალიან ლამაზი low resistance liquidity-ია, манипуляცია მთელი დღის განმავლობაში ზემოთ არ ქონია, ჯუდას ვინგი არ ქონია ზემოთ. ამიტომაც ძალიან ლამაზი სეტაპი გქონდა, აი ესე უყურე შეხედეთ. აი 9:30-მდე მოხდა ეს displacement-ი, market structure shift-ი ამ high-ზე, order block-ი, breaker-იც გვაქვს და ჩემთვის ულამაზესი წინადარ რესპექტებული ფეროლგები, bullish ფეროლგებთან ერთად. გადავიდე ახლა 1 წუთიანზე, ამ 15 წუთიან PDR-ში ვარ 9:30-ს დაველოდოთ რო გაიხსნას. 9:30 როგორც სანამ გაიხსნებოდა შეხედეთ როგორ ვაგენერებთ low resistance liquidity-ს. 9-დან 9:30-მდე ტრეიდი არასდროს არ გახსნათ, ხალხო ჩემი რჩევა იქნება. იმიტომ რომ მაგ დროს დიდი ალბათობით მარკეტი 9:30-ს დაელოდება და სანამ 9:30-ის манипуляცია არ იქნება, მაგამდე კონსოლიდაცია ხოლმე ძალიან ხშირად რა. ჩამოვიდა, ესე ჩვენი fake მოძრაობა ქვემოთ, მერე აქედან მჭირდებოდა displacement-ი და ეს breaker-ი გაკეთდა. ჯერ არა უღუნ დაველოდოთ. აი ეს displacement-ი როგორც კი მოგცა, ამის შემდეგ კიდე ზემოთ წავიდა, არ შესულა რომ ჯერ. და COVID-ო ჩამოვიდა, ესე ძალიან ჩამოდიოდა. ეს გავხსენი ტრეიდი ხალხო საცობში. მანქანაში ვიყავი ტელეფონით, ამიტომაც რაღაცეები ვერ გავაკონტროლე მთლიანად რა. ამიტომაც ცოტა გვიან მომიწია შესვლა. აქ შევედი სადღაც მანდ იყო stop loss მედო აი აქ აი ამ break block-ის ქვემოთ და target-ი მქონდა, რა თქმა უნდა, SI რა. მაგრამ მე ხა გეტყვი target-ამდე დროზე ადრე რატო გამოვედი? სადღაც აქ გამოვედი, როგორც მახსოვს, მაიცა. დროზე ადრე რატო გამოვედი? იმიტომ რომ მე იდეაში ხა ამ high-ზე, ან ამ high-ზე მოდ partially უნდა ამეყო რა. მაგრამ ტელეფონით ვერ ვქენი, partially ვერ ავიღე. ამიტომაც ტრეიდამ მთლიანად გამოვედი, აი აქ. აი გამოვედი მთლიანად. ვიღავი 2 მიკროთი შესული და $942 მაგიტომაც მოვიგე, თორე იდეაში ამას დავათარგეთებდი. ისედაც მაგდენს მოვიგებდი მაგაზე მეც თუ არა, მაგრამ partially მექნებოდა აღებული მანამდე, სადღაც აი აქ აი ამ ნაწილში, რაღაცა liquidity ლონდონის აი არ აღებული ქონდა. აი ეს ამ high-ზე, რომელიმე high-ზე partially უჭველი ავიღებდი, უბრალოდ partially ვერ ავიღე მაშინ, ტელეფონით ვერ ვქენი და მთლიანად გამოვედი მაგიტომაც აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოვიგე ისედაც. რა შემდეგ მარკეტი ჩამოვიდა, ამ low-ებზე ქონდა SMT, ახალი PDR-ი გაკეთდა 15 წუთიანი ფეროლგები, აქიდანაც კიდევ ერთი entry საშუალება იყო, აი აქ მაგალითად რო ეს დაგეთარგეთებინათ ეს 4 საათიანი ფეროლგები, კიდევ ერთი ულამაზესი ტრეიდი და შემდეგ უკვე მარკეტი თავის ხაზზე ავიდა ტარგეტამდე. აქ რო ავიდა, აქ უკვე რა თქმა უნდა ლონგებს ვეღარ გახსნიდი, აქ უკვე უნდა short-ზე გეფიქრა და ზუსტად ეგ ტრეიდი გახსნა. Sanjim live trading-ის დროს, მთელი დღის მარკეტი დაიჭირა, აი სუტოპიდან გაშორტეს ბიჭებმა, აქედან არიან შესრულები, stop loss ეგრამ high-ზე უდევს, SMT იყო high-ებზე, მაგ 4 საათიან gap-ში ვართ, აი მე გალონგი აქ და ისინი short შევიდნენ აქ. და განახებთ ახლა ბიჭების პროფიტებსაც live trading-ზე, რა პროფიტები გააკეთეს ბიჭებმა. აი ეს ტრეიდი გახსნა, $1600 მოიგო, 1000 ეს live trading-ზე არ არის, არც ეს. აი ეს $476 ეს ტრეიდი მოიგო დოლარებში არ ჩანს, $328, $812 ორ აკაუნტზე, 1600-ია, $662, კიდევ აგერეს $900, $678, აგერ 214, 800, 729 ეს live trading-ზე არ არის, როგორც ვიცი? არ არის. $400, 300 და ასე შემდეგ რა, ძალიან დიდი პროფიტები დაიწერა. $12000 მოიგო, როგორც ვიცით, ისე, აი $12900 მოიგო გუშინდელი დაჯერ გახსნილი ტრეიდით. ეს live trading-ზე რაც მოიგეს, ნარატივით ძალიან კაი იყო, მაგასაც აგიხსნით თუ გინდათ. იგივე რაც წეგან ვისაუბრე, არაფერი განსხვავებული მარკეტი ავიდა higher time frame PDR-ში 4 საათიან ფეროლგებში. აქედან უკვე დროც უწყობდა ხელს, 10:30 იყო, შემდეგ ფასი ერთხელაც ავიდა, ამ high-ებზე SMT გაკეთდა.
თუ BR-ში SI აღარ უნდა მოხსნილიყო და სადღაც აი აქ აქვთ გაშორტილი, აი აქ მე მგონი თუ ESA იყო შორტში, როგორც ვიცი. აი აქ ESA იყო მე მგონი შორტში. ხო? ESA შევიდნენ? ხო, ESA იყო სანჯი შორტში. ახლა გამახსენდა. ESA აქვს გაშორტილი. просто არ ჩანს აქცესურად, მაგრამ აი ეს SMT იყო, აი ეს სტრუქტურა არის. და ტარგეტი იყო პირველი აი ეს low, მერე ეს low და მე მგონი სანჯეს კიდევ დიდი ხანი ქონდა დატოვებული ეგ ტრეიდი. ძალიან ვერს მოიგებდნენ ბიჭები. მე პირადად აქ ტრეიდს სავარაუდოდ აქ გავხსნიდი რა, მაგრამ ესე ძალიან მაგარი ტრეიდი იყო. Market Maker sell მოდელი ტრეიდეს, high-ებზე SMT, smart money reversal-ი დაიწყო აქედან, low risk sell-ი, დისტრიბუცია, redistribuცია და სავარაუდოდ ამ ტრეიდს გავხსნიდი უფრო მე, მაგრამ ესე ძალიან მაგარი ტრეიდი იყო რა. ეს დღეები ძალიან მარტივი მარკეტი არის. უბრალოდ ეს დღესაც გუში რაც ვითრეიდე, ასევე სამშაბათს მაქვს ტრეიდი გახსნილი, უბრალოდ live trading-ზე ვერ გავხსნი ფიზიკურად, იმიტომ რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. აქედან ვარ შოჯი შესული, იმიტომ რომ ამ high-ებზე SMT იყო, ეყუნდეს ESA, NQ-ზე შევედი. და მაგას წაგეს და აქედან ვარ შოჯი შესული, SMT იყო ამ high-ებზე, აქ მაგ გაშორტული stop loss-ი აიქმედო. პირველი ტარგეტი ეს ლონდონის low იყო და შემდეგი ტარგეტი უკვე იცი როგორი რაღაცა იყო. აი EDH სადღაც აქ უნდა გამოსულიყავი, მაგრამ stop loss ვაყოლებდი რა და stop loss აი და ამ ფეოლგებზე მე და stop loss-ი აი ამან არ ამერყა. ანუ სულ ჩამოდიოდა რა. stop loss ამჯერად და აქ გამოვედი მეორე პარშალითაც. სადაც $750 მოვიგე ჯამში. ესიც აი ამ კვირის ტრეიდები, სამშაბათს მოვიგე ეს ტრეიდი, 10-ის ტრეიდს ახლა ჩავიწერ. თქვენთანაც ჩავიწერ აგერ MNQ მივთითოთ. MNQ-ზე long-ში ვიყავი, quantity 2 მიკროთი ვიყავი, პინელი $942 იყო, რისკი სადღაც 200-დან 300-მდე იყო, როგორც მახსოვს. გამოვთვალე და რისკი $295 მქონდა. და trade date რა თქმა უნდა 10 რიცხვი იყო. 9:41 იყო entry time-ი და 54 იყო, მეგონი 09:14 იყო გამოსვლის თარიღი რა. Equity open trading session, strategy market maker მოდელი. All trade retrace ვიდი, მოგება იყო თლიანად. იყო ერელოდან ტრეიდი. ესე ჩავინიშნოთ. ჯერებული ასნა. და ამ ტრეიდს ესე ჩავინიშნო. ეს. კონდიციები. ვოლატური. და კიდევ რა შეიძლება იყოს. Bearish on the first time frame, but tracement into the yeah. Yes. ეს challenged. ეს იყო და ეს. ემედია ხალხო მოგეწონოთ დღევანდელი review ტრეიდების. ვის მოგეწონოთ დაალექით ვიდეო და გამოიწერეთ. და როგორც ყოველთვის დროებით და წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ. ნახვამდის.